მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო და ნახოთ დღის რჩევა. შეგიძლიათ დაასრულოთ რამე კამათი თუ ზოგადად აპირებდით იმის მაგურად რომ იკამათოთ, აი პირდაპირ გადაწყვეტოთ რომ არა კამათს მანამდე არ გირჩევთ. შეგიძლიათ რაღაც აი როგორ არის იცით, გიჭირთ რაღაცის გადაწყვეტილების მიღება, ან გქონდათ ესეთი მომენტი, რაზეც მოგიწიათ შეკამათება უსიამოვნება ან რაღაც ესეთი, ხო? აქ უბრალოდ უნდა ცივი გონებით იმოქმედოთ და აი დაასრულეთ ეს ყველაფერი, ხო? დღეს ამის შანსი გაქვთ, შესაძლებლობა რაღაცნაირად თითქოს ბევრთან ასე იქნება, რომ შეიძლება რაზეც აქამდე აქცენტს აკეთებდით, აქცენტიც აღარ გააკეთოთ, ხო? პირდაპირ რაღაც ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ, ცივი გონებით გადაწყვიტოთ და გამოხვიდეთ რაღაცა ამ ენერგიიდან. ერთ რაღაცას გეტყვით, როდესაც ნებისმიერი საქმე ან ვინმე, თუნდაც მეგობარი იყოს, დღის განმავლობაში თქვენ გიკავშირდებათ დაუშვათ და ნახეთ რაღაცაზე საქმე გაქვს დაგეგმილი. მე უსაქმურ ტიპებზე არ ვსაუბრობ, ახლა ოჯახის საქმე და ესე რა ქვია, ბავშვი ყავს სკოლიდან წამსაყვანი არ გულისხმობ. მე ვგულისხმობ, შეიძლება რაღაც სამუშაოსთან დაკავშირებით, ან მით უმეტეს ესოთერიკოსები, ხო, დამწყებები ან ნებისმიერი მისმენთ. ვიცი რომ ისმენენ. და რაღაც გაქვთ დაგეგმილი, თუნდაც მედიტაცია, თუნდაც საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და შემოხდა ვიღაცა და გადაგატანდინათ ყურადღება ან კამათში ჩაერთვეთ და ნებისმიერი თქვენზე არ არის აქ სხვა საკითხს განიხილავთ. ეს არის ადამიანი, რომელიც გართმევთ უკვე თქვენ ენერგიას, ძალას, ხო? გარდა იმისა, რომ დროს უთმობ უამრავს და დროის ქურდი არის ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ გსიამოვნებთ ეხლა და თქვენს რაღაც მეგობრულ დამოკიდებულება, ხო, დაუთმო ახლა 2 წუთი მეგობარს, ეს დანაშაული კი არ არის, თქვენ თუ გსიამოვნებთ. მაგრამ თუ თქვენში ეს იწვევს დისკომფორტს, ესე იგი გამოდის, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არის დროის ქურდად დაფიქსირებული და ასევე ენერგიის გადაფანტვა. შემდეგ თქვენ ვეღარ ახერხებთ კონცენტრაცია მოახერხოთ საკუთარ ენერგიაზე და ამიტომ არ არის გამორიცხული მერე რაღაც პრობლემები იქნება. აი ამ ყველაფერს რაღაც შეიძლება გაიაზროთ ეს დღის რჩევა ნებისმიერ დროს, როდესაც მოისმენ შეიძლება დღეს ხვალ ზუსტად ის ენერგიები ამ ენერგიებში იყოთ და ეს ყველაფერი გაცნობიეროთ, გაანალიზოთ. შეიძლება ამ ვიდეოს ჩაწერის შემდეგაც, ხო? ამიტომ შეგიძლიათ ცივი გონებით იმოქმედოთ აქ და გამოხვიდეთ აი ამ ზუსტად ესეთი ენერგიიდან. აღარც მოგინდეთ არც კამათი, არც არაფერი და პირდაპირ ასრულებთ და ეს ფოთაშორის ძალიან დადებითად იმოქმედებს თქვენზე, ვეღარ შეძლებს თქვენი ასე ვთქვათ ენერგიის გაფანტვას, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე თქვენი სამუშაოს უფრო კარგად შეასრულებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პირადში თუ უსიამოვნება გაქვთ დაიბრუნოთ, ფინანსები დაიბრუნოთ და ასე შემდეგ. ენერგიის გადაფანტვას რამდენი რაღაც მოხვება, ხო? მთლიანად გაფანტვა მოხვება ადამიანის გონების თუნდაც, საქმის. და როდესაც ვერ აკეთებ რამეს, მე ტრიალებ ერთ წრეზე, ხო? აი ესე მოკლედ რომ გითხრათ, ყოველ შემთხვევაში აქ მე მგონია, რომ დღის დასასრულზე ძალიან კარგი კომუნიკაცია შეიძლება ვინმე დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება რამე შეტყობინება მიიღოთ, საბუთი ფინანსები, ან რაღაც მოგიტანონ საჩუქარი ესეთი, რაღაც ბევრთანაც ფიქსირდება, ან უბრალოდ ეს იქნება ესეთი კარგი გადაწყვეტილება, რასაც მიიღებთ, რომ მოგიტან სამომავლოდ წარმატებას, პერსპექტივას, წინსვლას. მე მგონია, რომ აქ თქვენ გამოდიხართ გარკვეული ესეთი მძიმე ენერგიებიდან. კი ბატონო.
აქ ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი კარები იხსნება თითქოს და ეს გაუგებრობა, ეს გამოვალი მდგომარეობა სრულდება. არ არის გამორიცხული, აქ ძალიან აქტიური დღე ფიქსირდება ვიღაცას, ან არ არის სავალდებული ყველასთან სიტყვით ასრულდეს ვიღაცას და რაღაცა არ იქნება, ხო, ეს ხო პირადი არ არის ეს გაშლა. შეიძლება გაცნობაც კი დაგიფიქსირდეთ დღეს, ან თქვენ ზოგადად გადადიხართ მთლიანად რაღაც ახალზე, ისეთნაირად, რომ ალბათ თქვენს პირადშიც შეიძლება თავიდან დაიწყოთ ურთიერთობა და ასე შემდეგ რაღაცა ესეთი მოვლენების წინაშე გახართ ჩემო-კარგებო. ანუ ვიღაც გაიცნოთ. ახალი ნაცნობობა. დღევანდელი პატარა რჩევა ეს იყო. მარჯვეთ იყავით ყოველ შემთხვევაში, მე აქ გეტყობით ძალიან წარმატებული დღეც შეიძლება ვიღაცასთან დაფიქსირდეს, თუ რამე საბუთი ეს ელოდებით იქნება. მთავარი რჩევა, რაც გითხარით, ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს წარმატებები მოვიდეს. გისურვებთ წარმატებებს, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, ჩემო კარგებო.